როცა ვსაუბრობთ კითხვების დასმაზე, ამ მიმართულებით ბადალი არ ყავდა ბათუმელებს და ნედგაზეს. სწორედ ამიტომაა მათზე განხორციელებული ამხელა წნეხი და სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ დღეს ჩვენ ვითხოვთ ზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ქართულ მედია სივრცეში თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბათუმელებს და ნედგაზეთს. ზია ამაღლობელს მათ შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია 25-ში შევიკრიბოთ ზიას მხარდასაჭერად და ვთქვათ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნის განვითარებისთვის თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას. ვიკრიბებით 25-ში ყველა ერთად. დღეს როცა უკიდურესად პოლარიზებული გარემოა ჩვენს ირგვლივ, როცა თითქმის ბაბლებში გამოწყდებული საზოგადოება გვყავს, რომელიც არ ტოვებს სხვა ალტერნატიული აზრის არსებობის ალბათობასაც კი, მნიშვნელოვანი კი არა, ძალზედ მნიშვნელოვანია იარსებოს დამოუკიდებელმა, პროფესიულმა და მიუკერძებებელმა მედია საშუალებებმა. დაასვან სწორი კითხვები, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს კითხვის ადრესაც, იმიტომ რომ ამ კითხვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დღეს ნადირობაა ჩვეულებრივად გამოცხადებული მედია საშუალებებზე, ვინც წვავე თემებს აღვივებს და კითხვებს სვამს. დღეს როცა მნიშვნელოვნად საჭიროა გავიგოთ სხვა აზრი, სხვა მოსაზრება და მართლაც ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არც გაუჩნდეს ვიღაცამ დასვას, მათი სათამაშო არეალი მნიშვნელოვნად მცირდება და ეს კატასტროფულად აისახება ჩვენს მომავალზე. ჩვენ არ გვჭირდება PR საშუალებები, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მედია, რომელიც სვამს კითხვებს, საჭირო კითხვებს და ეხმარება საზოგადოებას სწორი ან ალტერნატიული აზრის ჩამოყალიბებაში, რომელიც მისი არსებობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს თამაშობს. ასეთი მედია საშუალებების დევნა, მათი ხელმძღვანელების შევიწროება არის კატასტროფული ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის.